პირველად არის ის შემთხვევა, როცა ათასობით ადამიანი ერთი იდეის გამოდგას. რუსთაველზე წასვლა და იქ დგომა არის პასუხისმგებლობის აგება თავისუფლებისთვის. ასე ერთ მუშტად შეკრული საქართველოს ძალიან დიდი ხანია არ მიდახოს. არ არსებობს ისეთი ძალა, რომელმაც მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყო ომი და ეს ომი მოიგო. ერთი ადამიანის მონაწილეობასაც კი ამ პროტესტში მნიშვნელობა აქვს. Შემიძლია ხმამაღლა ვთქვა ჩართვაშიც, რომ აი აქ დგანან ადამიანები, ვინც წერენ ამ ქვეყნის ყველაზე ახალ და საუკეთესო ისტორიის ფურცლებს. განსაკუთრებული იყო პირველი 10-12 დღე, როდესაც აი ამ ხუთავი გაზისა და წყლის ჭავლის ბურუში გახვეული ახალგაზრდები იღებდნენ თავის თავზე ამ პირველ დარტყმას. ერთი ადამიანის უფლებას თუ არ იცავ, ესე იგი არავის უფლებას არ იცავ. ყველამ გაიაზრა, რომ ეს პასუხისმგებლობა უნდა გადანაწილდეს და მხოლოდ ერთი ადამიანის არ იყოს. ეს სიმართლე არის ერთი დიდი და გადამდები. იმედის ძალას ალბათ სუსტად ის გვაძლევს, რომ ჩვენ გვჯერა ჩვენი სიმართლის. ეს ჩვენი სამშობლოა და ჩვენ გვაქვს უფლება ვიცხოვროთ ღირსეულად. წელს იქნება პირველი ახალი წელი, როცა მე ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ახალ წელს შევხვდები შუა ქუჩაში. სახალწლოდ მე მგონია, რომ ყველა სურვილი ერთია. და ეს სურვილი იქნება ისევ ჩვენი ქვეყნის დაბრუნება ევროპულ რელსებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ნატურა ეხლა არის, რომ ქვეყანა დარჩეს თავისუფალი, თავისუფლება არის მერე აღმასვლის საწინდარი. ჩემი ახალი წელი მართლაც ახალი წელია. უკვე ვიცი რომ ახლა საქართველოსთან ერთად ხვდები. დარიჯინურა ბირი ფარი რომი სიმერი პირიჯოდა კამარიჩი ბიდი დაიჯინურდება. ყველაზე ამაღელვებელი იყო ჩემთვის ხორუმის ცეკვა. ეს იყო რაღაცა სიამაყის ბედნიერების ერთიანობს, ანუ ყველა განცდა ერთად მოიტანა ამ ხორუმმა. და ხორუმი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის ერთად დგომის, მხართან ყოფნის, ხელჩაკიდებული ადამიანების რითმული სვა გამარჯვებისკენ.